გამოშვებას. ხელისუფლება არწმუნებს საზოგადოებას, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიებში უზუსტობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ელექტრონული სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 1 ივნისს გაიგზავნება, მაგრამ რამდენად შეძლო იუსტიციის სამინისტრომ დაკისრებული მოვალეობის შესრულება. მხოლოდ ერთი ფაქტის გადამოწმებით ჩვენ ადვილად მივაგენით უზუსტობას. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანის პირადი მონაცემები, ვინც ყალბი პირადობის მოწმობით სარგებლობდა, არც ჩასწორებულ სიაში შეიცვალა. ეს კადრები 2013 წლის 25 ოქტომბერს არის გადაღებული. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასობით ყალბი პირადობის მოწმობა აღმოაჩინა. კადრებში ჩანს ვინმე ონისე კვატანიას ყალბი პირადობის მოწმობა, რომლის მონაცემები ჩვენ ერთხელ უკვე გადავამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ მისი ფიქტიური მისამართი ზუგდიდში რუსთაველის 88 ნომერი იყო. კვატანიას მონაცემებით ჩვენ კიდევ ერთხელ დავინტერესდით. აღმოჩნდა, რომ მონაცემთა ბაზაში ის კვლავ ამ მისამართს ეიძებნება. ვისაც თქვენ ეძებთ, ის არ ცხოვრობს. არ გამეკი. ეს დევნილთა საცხოვრებელია? არა ბატონო. იმის დასადასტურებლად, რომ საარჩევნო სიების დახვეწაზე ზრუნავენ, იუსტიციის მინისტრმა დღეს ელექტრონულ სიებში გააორებების აღმოფხვრის პროექტის პრეზენტაცია გამართა. თია წულუკიანის თქმით, პროექტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა 5 მილიონამდე საქმე შეისწავლეს და გააორება 3271 შემთხვევაში აღმოიფხვრა. პროექტის ღირებულება კი 885,000 ლარს შეადგენს. ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვასრულებთ დაპირებას ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა და 15 ივნისს საქართველოს პირველად ექნება ფოტოსურათებიანი საარჩევნო სია. ეს ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს იმას, რომ სახელმწიფო სისტემის გარეთ სარდაფებში თუ სხვაგან დაბეჭდილი პირადობის მოწმობები ვინმემ შეძლოს და გამოიყენოს საარჩევნო უბანზე. იუსტიციის სამინისტროში დღეს არასაპარლამენტო გაერთიანების თბილისის მერობის კანდიდატიც მივიდა, თუმცა არა პრეზენტაციაზე. გენინსპექციამ კახა კუკავა რეზონანსისთვის მიცემული ინტერვიუს გამოდაკითხა, სადაც ის არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიებზე საუბრობს. დაკითხვაზე კახა კუკავა საკუთარი შეკითხვებით მივიდა. ქალბატონო თეა, შეგიძლიათ გითხოთ კიდე როცა გექნებათ ინტერვიუ. ეს სია რაიმე სხვა სია არის თუ იგივე სია არის, რომელსაც სააკაშვილის დროს აპროტესტებდით? მარტივი შეკითხვაა, ხო და პასუხი მასზე არის, რომ დიახ, ეს არის იგივე სია. ჩვენ მაშინდელი ოპოზიცია, რომელთა ნაწილიც დღეს უკვე ხოლისფლებაში არიან, მithხოვდით ბიომეტრიულ სიებს. საჯარო გახდეს საარჩევნო სუბიექტებისთვის და საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისათვის სამაგიდო სიები. ანუ ის სია, სადაც ამორჩეველი ხელს აწერს. საარჩევნო სიებში სერიოზული ხარვეზების აღმოფხვრა ნაკლებად სარწმუნოდ მიაჩნია კარდაკარის ყოფილ თავმჯდომარეს. მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას სურს წარმოაჩინოს თითქოს ქართული ოცნების სია ყველაზე მოწესრიგებულია. ეს ფოტოსურათები დღეს არ არის გადაღებული, აქედან გამომდინარე შედარებითობის მომენტი, რომელიც ახლავს ამ პროცესს, ძველ სურათსა და დღევანდელ პიროვნებას შორის თავისთავად მოიცავს ცდომილებას. აქედან გამომდინარე ის 3000 ადამიანი, რომელიც ფოტოსურათთა დადარების შედეგად, ასე ვთქვათ, გვერდზე გადაიდო როგორც პრობლემური, ნამდვილად არ არის იმ რეალობის ამსახველი, რაც დღესდღეობით არსებობს ამომრჩეველთა სიებთან მიმართებაში. ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება არც სხვა ოპოზიციურ გაერთიანებაში აკმაყოფილებთ. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ბურჯანაძის კოალიციაში თვლიან, რომ არჩევნები კვლავ ძველი სიით იმართება. ოპოზიციისგან განსხვავებით იუსტიციის სამინისტროს მუშაობით კმაყოფილია უმრავლესობა. ამ არჩევნებზე ხარისხობრივად განსხვავებული სიტუაცია იქნება სამომრჩეველო სიებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თან დატანებული ფოტოსურათები უზრუნველყოფს შემდგომ უფრო დაზუსტებულ იდენტიფიცირებას სამომრჩევლის, რაც თავისთავად წინ როგორც გითხარით, წინ გადადგმული ნაბიჯი არის. ყველა ის პრობლემა, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის პერიოდიდან, რჩება საარჩევნო სიებში. ნაციონალური მოძრაობის სიები არ შეცვლილა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამომრჩეველთა ელექტრონული სიების შესახებ მონაცემები ცესკოს 1 ივნისს გადაეგზავნება.